მოგესალმებით პირველ რიგში, მე მეორედ ვარ თქვენ უნივერსიტეტში. მიუხედავად რაღაც რეფორმების, რომელიც ჩვენ განათლების სისტემაში დავაყენეთ, ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩავარდნები და პრობლემები სწორედ ამ სფეროში. თავარი საბოლოო ჯამში, რასაც უნივერსიტეტი იძლევა, არის არა დოგმები, რომ ეს ყველაფერი ასია და მოკლედ მოგვისმინათ და იმახსოვრეთ, არამედ ის, რომ ადამიანს გაუგვიძოს ცნობის მოყარეობა, რაღაცა ისწავლოს. იმიტომ რომ ჩვენი და უფრო მეტი კითხვები დასვას, ვიდრე მიიღოს პასუხები. საერთოდ ცხოვრებაში წარმატებული ის, ვინც სვავს მუდმივად კითხვებს და ვინც არის მუდმივად ცნობის მოყარე. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, პრინციპში ჩვენი, არის ის, რომ ჩვენ არა ვართ მაინდა-მაინც ცნობის მოყარე ერი. ჩვენ არა ვართ მაგალითად მაინდა-მაინც მოგზაური ერი. ჩვენ არ მოძრაობთ ერთი რეგიონიდან მეორეში, ისე როგორც უნდა ვიმოძრაოთ. მე მაგალითად აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართველებს არ არის ნამყოფი ბათუმში, არ არის ნამყოფი, აღარ ვლაპარაკობ ახალციხეში, სამეგრელოზე, სხვა ადგილებზე, არ არის ნამყოფი უბრალოდ. მე აღმოვაჩინე, რომ ჩემ და მოულოდნელად, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილიც კი არ არის ნამყოფი საზოგადოებრივ. მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ 90-იან წლების დასაწყისში მართლა შიმშილით ვკდებოდით და ელემენტარულად სხვადასხვა გრანტებით, სხვადასხვა რაღაცებით, მე მაშინ თუ კი რამე მოვიარე მაშინ ახალ მსოფლიო და მიმაჩნია, რომ სტუდენტის ბუნებრივი ინსტინქტი უნდა იყოს მოგზაურობა, ნახვა, შედარება, თავის დასკვნების გაკეთება, სტუდენტური კარტით სიარული, ხა ეს მე დარწმუნებული ვარ, უმეტესობას არ ეხება, მე მილაპარაკობ საერთო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი არის, რომ ჩვენ არ გამოვიარეთ კაპიტალისტური სტადია განვითარების. რა არის კაპიტალიზმი? ეს არის საბაზრო ეკონომიკა, ეს არის თავისუფალი მოქალაქე თავისი ავტონომიით. რატო არის დღეს საქართველოში დავა თავარ ფასეულობებზე? რატო არის მაგალითად დავა იმაზე, არის თუ არა რუსეთი მტერი? ხო ფაქტია, რომ ის რაც მე მეგონა, რომ ყველაზე ელემენტარული საკითხი იყო, ხო? შენი ტერიტორია დაპყრობილია 4 წლის წინ ბომბავდა, შემოიჭრა. დღეს მათ შორის თავარი ინსტიტუტები ჩვენი ქვეყნის ამას აყენებს ეჭქვეშ. იძახე, რომ არაფერი ჩვენი ტერი არ არის, მიშამ გააღიზიანა პუტინი, ის გაბრასდა. ჩვენთან რუსეთთან რა გვაქვს გასაყოფი რა? ჩვენ ხო რომ ერთმორწმუნე ერი ვართ, პრინციპში ეს ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, მე რა რომ დაგვიპყრო, მე რა რომ დაგბომბა, მე რა რომ ერთმორწმუნეობაში ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ ჩვენი ეკლესიები გადაღობა დაანგრია და როდესღაც კი არა 2 საუკუნის წინ, აი შარშან დაგვინგრია წმინდა გიორგის ეკლესია ილორში და ხალათოს პრაქტიკულად რუსულ წესზე გადაღება მთლიან და გააკეთა. მე რა თავარ ფასეულობის კავატო არ ვიცით საიდან წარმოდგება ნივთს წარმოქმნა არ ვიცით. მაგალითად ჩვენ გონია მართლა და ეს გამოჩნდა ამ არჩევნებზე, რომ თქვა შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და გარჩინოს უფასოდ გაჭამოს და შენ დივანზე წამოწვე და არაფერი არ აკეთო და ეს არის თეორიულად შესაძლებელი. ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს არის და ყოველთვის იყოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება, თავისუფლების თავარი ჩარჩო შექმნა, სახელმწიფოს უნდა ქონდეს თავისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა არის თავარი, რა თქმა უნდა, იყო ბოლო ათწლეულში. მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო ინსტიტუტები ბუნებრივად ნიშნავს, აი როგორც კედლის გარეთა დაცვას, ზღუდის, ასევეა სახელმწიფო ჩარჩო შექმნა, რომლის შიგნით ვითარდება ადამიანის თავისუფლება და ადამიანის პირადი ავტონომია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დაცვა კრიმინალისგან, ეს არის დაცვა მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგან, ეს არის გადასახადების გადახდა ყველა სახელმწიფოსთვის ამავე დროს, ეს არის წესების დაცვა ამავე დროს ყველას მიმართ, ეს არის ის, რომ შენი ხელის მოქნევის ავტონომია თავდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის ცხვირი. რა იყო ჩვენი კონცეფცია და მე რა მიმაჩნია რა არის უალტერნატივო კონცეფცია საქართველოს განვითარების. ეს არის საქართველოს როგორც ლოჯისტიკური ხაბი, როგორც სერვისების ხაბი, როგორც ინტელექტუალური ხაბი, როგორც ტურისტული ხაბი, როგორც უბრალოდ ყველაფერი მაგარი რაღაცის ხარ მინდა ჩავ, ყველაფერი მაგარი რაღაც გამოვლება ჩვენ რეგიონში. აი მე მეუბნებოდა ამასიათ კრონპრინცი ემირატების. რომ თქვენ რა შანსი გაქვთ, რომ გახდეთ ის რაც არის ეს ხაბი, დუბაის ამის ნახევარი არ ქონა. დუბაის არ აქვს თითქმის ნავთობი. დუბაიმ რა შექმნა? აი რომ დაუფიქრეთ რა იყო დუბაი. დუბაის ყავს ბევრი ძვირი უბრალოდ ძალიან დიდარი ნაცავი გარშემო. ეს არის აბუ-დაბი, ეს არის თქვათ იგივე კატარი, ეს არის ბაჰრეინი, ეს არის შარჯა და დუბაიმ თქვა რომ მოდი მე შევქმნი ისეთ სისტემას, სადაც ჩვენთან ცხოვრება იქნება უფრო კარგი ვიდრე ამ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გვექნება დაბალი გადასახადები, უსაფრთხო გარემო, ლიბერალური გარემო შედარებით. ამ ყველაფერს გავაკეთებთ და თელი ფული წამოვა აქ და ზუსტად ასე მოხდა. კახასთან ერთად ვიყავი დუბაიში, თუ არ ვცდები 2006 იყო, ხო? დუბაიში იყო 4 თუ 5 სასტუმრო, მაგრამ ჩვენ ვიყავით აბუ-დაბიში არ იყო არაფერი. აბუ-დაბიში იყო ერთი დიდი სასტუმრო, რომელშიც გადაიხადეს $1.5 მილიარდი.
კომერციული არაფერი არ იყო, დახარჯეს მარტო სასტუმრო საშენებლად 70 ტონა ოქრო. შიგით არის სუმო ოქროვილი, ახლა კახას კი ჭირდებოდა იმ ხელა ოთახი, მაგრამ მე დავიკარგე. დუბაიმ დაიწყო კომერციული სასტუმროების შენელობა. ესენი დაცინოდნენ მახსოვს რო ვიყავ, რომ ეს დუბაისგან ადადგება. 5 წლის თავზე დუბაიში იყო 200-ზე მეტი მაგარი სასტუმრო და ახალი შენობა. პრაქტიკულად დუბაი გაიზარდა ზუსტად 15-ჯერ სიდიდით, აი ჩვენ თვალწინ და აბუ-დაბი დარჩა იმ დონეზე. სადაც 2010 წელს მიხვდა აბუ-დაბი რომ რაღაცა ცუდი ხდება, იმიტომ რომ ყველა დუბაის ლაპარაკობს. თან ფულით აშენდა აბუ-დაბის ფულით აშენდა, სულ აბუ-დაბის ნავთობის ფულით. აბუ-დაბელებმა ყველაფერი გადაკაჭეს გვერდზე დუბაიში. მიხვდა და თვითონაც დაიწყეს იგივე სკეთება, მაგრამ ვერასოდეს ვეღარ დაეწევიან უკვე. საქართველოს გარშემო ყავს ძალიან ბევრი მდიდარი ქვეყანა. აზერბაიჯანი, შუა აზიის მთელი ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ შევთავაზეთ ზუსტად იგივე რამე, რაც დუბაიმ შესთავაზა. ჩვენ შევთავაზეთ დაბალი გადასახადების შედარებით. ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხო გარემო, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ შევთავაზეთ ბიუროკრატიის არ ქონა, ეს იუსტიციის სახლები ხო მარტო პატარა ელემენტია, ეს არის საბაჟოს ძალიან ჩქარი პროცედურა, ეს არის ჩვენ პოლიციის ძალიან სწრაფი პროცედურა საზღვრის გადმოკვეთის და ამ შემდეგ. ჩვენ შევთავაზეთ ერთ სიტყვით ყველაფერი, რაც არ აქვს არც ქვეყანას რეგიონში. და საქართველო გახდა რამდენიმე წლის მიუხედავად ომისას ხო ბოლო წლებში გახდა ძალიან მაგარი ბრენდი უკრაინელებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის. ახლა აზერბაიჯანში ვიყავით ბოლოს ოფიციალურ ვიზიტით. რამდენიმე ჟურნალისტი, ტელევიზიის ჟურნალისტი სამჯერ შევიდნენ რესტორანში, ჩვენი პრესის სამსახური დაყვებოდა, სამივეჯერ ვიღაც აზერბაიჯანელი, ქართველები გადაუხადეს ფული რესტორანს. საქართველო გახდა ბრენდი, აი ქართველებს დაუწყეს ესე ყურება, ქვემოთ და ზემოთ. ჩვენზე მდიდარმა ქვეყნებმა. დუბაის ყავდა კონკურენტები, ბეირუთი უკვე არსებობდა არაბულ სამყაროში და ბეირუთში ბევრი ფული მიდიოდა მანამდე. რაღაცას ცდილობდა შარჟა, ომანი ცდილობდა რაღაცას, მაგრამ დუბაიმ შეძლო უკეთეს გაკეთება. საქართველოს საერთოდ არ აქვს კონკურენტი უზარმაზარ რეგიონში გარშემო. საქართველოს შეუძლია ეს იყოს. და ეს არ არის მარტო ის რაც ჩამოთვალე. ამის დამატებით დუბაიზე ბევრად მეტად ვარ ტურისტული ადგილი, წარმოუდგენლად მეტად, იმიტომ რომ აქ არის დიდი კულტურა და იდენტურობა. აქ არის უბრალოდ კარგი საჭმელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მოსაზიდად, არის ძალიან დიდი ტრადიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მოსაზიდად, არის უბრალოდ ხალხი, რომელსაც შეუძლია იყოს სტუმართმოყვარე, როცა მოინდომებს და ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მოსაზიდად. და ამავე დროს არის ბევრად უფრო კვალიფიციური ხალხი, ვიდრე როდესმე იყო დუბაიში. ან და გაჩნდება ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, რომ ყავდეს ძალიან კვალიფიციური ხალხი. საქართველო მართლა იქცეოდა და მომავალში დარწმუნებული იქცევა მსოფლიო ბრენდად. აი ეს ჩვენ უკვე ვიყავით რეგიონალური ბრენდი უახლოეს წარსულში და ჩვენ აუცილებლად გავხდებოდით მსოფლიო ბრენდი და გავხდებით დარწმუნებული მომავალში, იმიტომ რომ ამას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. ასე რომ ეს ყველაფერი ამ მიმართულებით მიდიოდა. ეხლა ჩვენ ბუნებრივია ვითარდებოდით მუდმივად რაღაც ეს სწრაფი ტემპით. კახას და სხვა ჩვენ ლიბერალი ეკონომისტებს უნდათ კიდევ უფრო ჩქარი ტემპი, რაც ჩვენც ასე გვინდოდა. პრინციპში სურვილი იყო, რომ ორნიშნა ყოფილიყო მუდმივად და, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ქონდა ომის შემდეგ მხოლოდ 3%-ზე ცოტა მეტი ვარდნა, მაგრამ შემდეგ ქონდა 6%-იანიც და 7%-იანიც და შარშა 8%-იანიც და იყო დაგეგმილი, რაც შენებრივ არ ჩამოვარდა 7%-ზე. წელს ჩვენ ქონდა დაგეგმილი, სადაც 10%-იანიც და ალბათ ბევრად ნაკლები იქნება სამწუხაროდ. და ეს და წარმოშობს აი ამ დინამიკას, ხო? სიმდიდრე აკუმულირდება, სერვისები მოდის, ამიტომ ვაშენებდით ჩვენ ლაზიკა სპორტი. ლაზიკა სპორტი ახლა ვიღაცებს არ ყოფილი სასაცილო. ლაზიკის სპორტი ეს არის ჩვენი ეროვნული განვითარების იდეა, თუ ჩვენ გვინდა რომ განვითარდეთ. რატო? იმიტომ რომ 2050 წელს სოფლიოს მოსახლეობის 70% იცხოვრებს ზღვის სანაპიროზე. სხვა არის კომუნიკაცია, სადაც არის იქ იცხოვრებს, სადაც წყალია იქ იცხოვრებს. ეს არის ბუნებრივი მოქმედება. ეს სხვა შორის შეშექმნა სინგაპურმა, დუბაიმ, სხვა ესეთმა ხაბებმა. პანამა ძალიან ფართოვდება, კოლუმბია აშენებს ახლა ახალ ხაბს, პანამის არხის კონკურენტს. ჯიბუტიში გაკეთა ესეთი ხაბი, აფრიკაში, აზიაში რამდენიმე ადგილზე კეთდება კიდე. ჩვენ ყველაზე ღრმა კანიონი, რომელსაც არ ჭირდება გაწმენდა, კონსტანციის გარდა შავ ზღვაზე არის ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ვაშენებდით. ფოთი სპორტი როცა ააშენა ნიკოლაძე, მაშინ იყო პატარა გემები და თავისი ამოცანა მაშინ შეასრულა. კარგი იყო. დღეს ფოთის სპორტი პრაქტიკულად დის პოტენციალი რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ძალიან დიდი ფული ჭირდება. იქ არის გამზადებული აი პირდაპირ საგანძური. 40 კილომეტრი ჩვენი შავი ზღვისპირეთს გვაქვს ნეანტ აუთვისებრი. საერთოდ არაფერი არ ხდება, ჭაობებია. თანამედროვე ტექნოლოგიის ჭაობის დაშვებას არ უნდა არაფერი. ჩვენ მაგალითად დავაშეთ ანაკლიაში სადღაც 100 ჰექტარამდე ჭაობი და გამოგვლიჯეთ. ისე ჩაოლებრივად ძალიან მაგარი ადგილი გახდა, ხო?
ესე უნდა დაგვეშვა დაახლოებით 4-5,000 ჰექტარი, რომ აგვეთვისებია ეს ფართობი. უნდა გაგვეკეთებია ავტობანი, რომელიც შეერთებდა ამას ფოთს, რკინიგზა გადის იქიდან 20 კილომეტრში და უნდა გაგვეკეთებია ერთი ზოლი. შიგნით უნდა გაგვეკეთებია 2 ტანკერის გადმომტვირთავი, რომელიც თავდებოდა წლევანდელი წლის დეკემბერში. რატო იყო ეს წელს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სოფლიო არის სულ ნიშებზე და სულ კონკურენციაზე. მომავალ წლის დასაწყისიდან ავღანეთიდან მოდის წარმოუდგენელი რაოდენობა, უკვე წამოვიდა, მაგრამ პიკზე ადის ტვირთების გამოყენება და 2 წელი ავღანეთიდან გამოვა 100 მილიონი ტონა ტვირთი. სინგაპური თავის დროზე შექმნა ამერიკის საზღვაო ფლოტმა. ჭირდებოდათ მომსახურების ცენტრი და ლიკვანიუმე ზუსტად გამოიანგარიშა, დაასვაზე ამერიკის ფლოტი. დაახლოებით 10-15 წელი ამერიკის ფლოტი ამას იყენებდა ინტენსიურად და მე იმდენად განვითარდა ეს ადგილი, რომ შემდეგ მოიბა ყველაფერი დანარჩენი და ეხლა არაფერი არანაირი სამხრეთ ტვირთები არ ჭირდება, სინგაპური თვითონ არის მსოფლიო ბრენდი, ხო? ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ავღანეთიდან წამოგვიღო ტვირთი და 2 რაღაც, ერთი ყარსი ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც ასევე უნდა შესულიყო წყობაში დეკემბერში, სამწუხაროდ მშენებლობა შეჩერებულია და ლაზიკის სპორტი, რომელიც უნდა შესულიყო დეკემბერში და იანვრიდან ეს მოგცემდა საშუალებას წარმოგვიღო წარმოუდგენელი რაოდენობის ტვირთები. ამიტომ ქალაქი ლაზიკა კი აშენდება, როგორც კი აშენდება პორტი, ის ააშენებდა ქალაქს. ბუნებრივია პირველი რაც შენდება მაგ დროს არის ტერმინალები, საწყობები, მერე ამას მოყვება რაღაცების აწყობის საწარმოები, მერე ამას მოყვება ოფისები პარალელურად და შემდეგ ეს აშენებს ქალაქს ბუნებრივად. მით უმეტეს რომ იქ არის ძალიან მაგარი კლიმატი. საუკეთესო საზღვაო კლიმატი, რომელიც არსებობს შავ ზღვაზე. აი ეს ნიშა იყო, რომელიც ჩვენ დავკარგეთ რეალურად. იმიტომ რომ თქვა რომც აშენდეს ეს სპორტი, როცა განახდება, იქიდან უნდა 16-17 თვე, რკინიგზა წელს უკვე პრაქტიკულად გაჩერებულია, ასე რომ განახდება მომავალ წელს დაჭირდება მინიმუმ წელიწადნახევარი იქიდან ამ ტემპებით, რომელიც მაქსიმუმად შეიძლება გაკეთდეს და პრაქტიკულად ჩვენ დავკარგეთ ნიშა იმისათვის, რომ აი ამ იმაზე დამჯდარიყავით სოფლიო ბაზარზე და ეს იყო ჩემი აზრით უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკის გაორმაგება. ეს არის ასევე უსაფრთხოების საკითხი. იმიტომ რომ შესაძაც ასეთი პორტი გაქვს პირდაპირ აფხაზეთის შესასვლელთან, რომელიც ძალიან ჭირდება და სხვა შორის პირდაპირ კონკურენტი იყო ნოვოროსიისკის. და ნოვოროსიისკი არის ძალიან დაბალი დამოტარუნიანობა აქვს და რაც თავი ნოვოროსიისკი არის ეს თავარ არტერიაზე, ხო? თავარი არტერია არის ჩინეთიდან მომავალი კასპიის ზღვაზე, საქართველოს გავლით ყველაზე მოკლე გზა ევროპაში. ნოვოროსიისკი უნდა აუარო სადღაც ჩრდილოეთიდან წახვიდე. 2 გზა არის, იგივე ავღანეთთან გამოყვანის რუსეთმა სხვა შორის ძალიან ეშმაკურად გაუკეთა ბაზა ტულაში და რუსეთს გადიან ახლა პრაქტიკულად პაკისტანი ძალიან საკამათოა და მეორე ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოკლე გზა არის საქართველო და კავკასიის და კასპიის რეგიონი და შუა აზიის. აი ეს შესაძლებლობები გავუშვით ჩვენ სამწუხაროდ და ეს არის ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ეს არ არის ის თემები, რაც უნდა იყოს პოლიტიკური დავის საგანი. საკმარისია შეხედა რუკას, ელემენტარულად დაითვალო და მიხვდე რომ ეს არის ასე. და უნდა ეს აუცილებლად საქართველოს განავითაროს. მეორე ეს არის ებმევა ასევე ჩვენ სოციალურ სტრუქტურას. დღეს ჩვენ გამოვაცხადოთ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა და მარტო რამდენიმე ადამიანს იყო გამბედაობა, მათ შორის კახა მედუგის ეთქვა რომ ესე როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს არის ჩიხში ბებავალი გზა. სოფლის მეურნეობა რომ მომგებიანი იყოს ინტენსიურობის პირობებში, ოღონდ ინტენსიურობის პირობებში. დაახლოებით 20-22 ჰექტარია ერთ ადამიანზე საჭირო მიწის. საქართველოში არის 3-4 1000 კვადრატული მეტრი უმეტესობის მიწა და როგორ ინტენსიურობის არის ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ამასინათ UN ტიპის დირექტორი იყო ჩამოსული ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყველა მთავრობა შეხვდა მე თქვა რომ ძალიან ჩიხური კონცეფცია აქვს, იმიტომ რომ ახალი ზელანდია რო არის, ჩვენ წარმოუდგენლად მეტი მიწები გვაქვს, მაგრამ ჩვენთანაც კი სოფლის მეურნეობა ეხლა უკვე სულ ჩიხშია შესული, რომ ეს არ არის ის გზა, რომელთაც ჩვენ შეგიძლია განვითარდეს. ერთადერთი გზა არის ურბანიზაცია, ხალხის გამოყვანა, მუდმივი შემოსავლის წყაროს მიცემა და შემდეგ უკვე რაც დარჩება, იქ ბუნებრივია ეს ინტენსიური სოფლის მეურნეობა განვითარდება. აი ესეთი პროექტები, როგორც არის ლაზიკა, როგორც არის ქუთაისი, როგორც არის ბათუმი. ეს არის სწორედ ურბანიზაცია. რატო გადავიყვანეთ პარლამენტი ქუთაისში? და ბევრი ფიქრის შემდეგ ვერ მოვიფიქრეთ ვერც ერთი გზა, რომელიც ქუთაისს განავითარებდა და ყველა ხო იძახოდა დიდი ამბავი პარლამენტში. ჩადით ქუთაისში და ნახეთ, ვიც არის ნამყოფი 2 წლისი და შეადარეთ, როგორი სწრაფი განვითარება მიდის. ერთი მიზეზი მითხრას, ვინმე გარდა პარლამენტის გადატანის, რომელსაც ეს გამოიწვია ასეთ სისწრაფით. იმ პირობებში, როცა გადაწყვეტილია, რომ პარლამენტი წამოიღონ უკან. ბათუმი, პრაქტიკულად საქართველოში იყო ერთი ქალაქი, ხოლო თბილისი, ქალაქი თბილისი, ქალაქი რასაც იყო თბილისი. სხვა სულ თავი დავანებოთ, წყალსადენე კანალიზაცია არ იყო, არცაც სხვაგან გარდა სოხუმისა. რომელსაც შეიძლება დარქმეოდა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურაა, ხო? მინიმუმ ხო წყალსადენე კანალიზაცია უნდა, რომ ქალაქი ერქვას, ხო?
ბათუმში ჩვენ ეს გავაკეთეთ 700.000 კაცზე და ახლობით პოტი როცა დამთავრდება ეს წყალსადენი კანალიზაცია, ჩემი აზრით ბათუმი თუ გაგრძელდა განვითარება სადღაც 9 მილიონიანი ქალაქი იქნება აქედან 7-10 წელიწადში მაქსიმუმ. ეხლა არის ავიდა 200.000-ის ხო რომ დავიწყეთ, იყო 115.000 მაცხოვრებელი, ეს სხვათა შორის გაიზარდა. ქუთაისში იყო ჩამოსული კომუნისტური მთავრობის დროს იყო 230.000 მაცხოვრებელი, პრაქტიკულად სხვა ეკონომიკის სტრუქტურა იყო, ჩამოვიდა მე 160.000-ზე, მაგრამ რეალურად სოფლად იყო ქცეული ეს ხალხი დადიოდა ზემოთ თავის მიწის ნაკვეთებს ზემო იმერეთში და ამით იკვებავდა თავის თავს. ქუთაისში დღეს არის უკვე ისე 200.000-ზე მეტი გახდა მაცხოვრებელი. ქუთაისში დაიწყო ისე ურბანიზაცია. ასეთივე იდეა იყო ლაზიკის იდეა. ლაზიკა რეალურად უნდა განმოეკაჩა სამეგრელოს მოსახლეობა, გურის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ბათუმ არ წაიყვანა. განვითარებული იყო ეს ინფრასტრუქტურა და შესაბამისად გაჩერებულიყო ახალი ქალაქი და რეალურად სოფლის ხალხს გასჩენოდა შემოსავლის წყარო. მე როცა გავხდი პრეზიდენტი, საქართველოს სოფლის მოსახლეობა იყო დაახლოებით 50%. ეხლა რეალური მოსახლეობა დავიდა სადაც 40%-ამდე, მაგრამ ეს არის წარმოუდგენლად მაღალი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგალითად იგივე უკრაინასთან ან რუსეთთან შედარებით, იმიტომ რომ იქ სტალინმა ბრუტალური ინდუსტრიალიზაციით უბრალოდ ყველა გამოყარა სოფლებიდან. და რეალურად დაცალა სოფლები. საქართველოში ასეთი ბრუტალური ინდუსტრიალიზაცია ვერ მოასწრო. მისთვის თავარი იყო რუსეთის და უკრაინის საკითხების გადაწყვეტა და ამიტომაც არის, რომ რაღაც პერიოდის ის ქვეყნები, მათ შორის დამოუკიდებლობის შემდეგ უფრო ჩქარა ვითარდებოდა. ამიტომ ეს არის, რაც ეხება ჩვენი ეკონომიკის ხედვას. მეორე რაც არის ამ ყველაფერს შესაძლებელი, ეს არის განათლების სხვანაირი სისტემა. განათლების სისტემა, ჩვენ ერთ-ერთი მთავარი, რაც საბოლოო ჯამში ვერ დავასრულეთ, არის განათლების სისტემა. განათლების სისტემას სჭირდება პირველ რიგში ეს არის შოგად საგანმანათლებლო სკოლა. იქ შემოვიტანეთ თითო კომპიუტერი თითო ადამიანზე, შემოვიყვანეთ ამერიკელი ინგლისურის მასწავლებლები, ძირითადად ამერიკელები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. ჩვენი ენა არის უძველესი და ძალიან საინტერესო ენა და აღმოაჩინეთ, რომ მართლა უძველესი. ჩვენ გვაქვს ამბარი, რომელსაც ჩემი ინიციატივით დაუდგით უზარმაზარი კოშკი ბათუმში, რომელსაც ახლა ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად გვიყენებენ, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა. მაგრამ იმ კოშკმა შექმნა პრაქტიკულად ბათუმის ახალი სახე. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ენა და ამბარი სოფლიოში ჩვენს გარდა არავის არ ესმის. ამიტომ ერთადერთი გზა სწრაფი განვითარების არის, რომ ჩვენ ინგლისურად ვლაპარაკობდეთ ისევე, როგორც მშობლიურ ენაზე. უახლოესი 10 წლეულები ინგლისურს როგორც ენას კონკურენტი სოფლიოში არ აყავს. ეს არის ინფორმაციის ენა, ეს არის შემოსავლების ენა, კარიერის ენა, ეს არის გლობალიზაციის პირობებში ერთადერთი კონკურენტული ენა და ეს არის, რასაც ჩვენ ყველანი უნდა მივაწვეთ. ეს არის ჩვენი დეკოლონიზაციის ენაც ასევე უნდა ვთქვას. იმიტომ რომ სანამ რუსეთის ბოლო, რასაც ქვია soft power, რბილი ძალაუფლება ეფუძნება ენობრივ ფაქტორს. მე ვაღიარებ, რომ შემოვიღე ეს ბრუტალური რაღაცა, რომ ტელევიზიებისთვის მივიღეთ კანონი, რომ სუბტიტრებით გაეშვათ ფილმები. ერთ-ერთი მიზეზი, რატო გაბრაზდა ხალხი ჩვენზე, იყო ეს. მაგრამ როგორ ისწავლეს? რატო ისწავლეს ჰოლანდიელებმა ენა, რატო ისწავლეს შვედებმა და რატო ვერ ისწავლეს იტალიელებმა ფრანგებმა? აი მიზეზის გამო. ტელევიზიებში იტალიაში და საფრანგეთში ფილმებს თარგმნიდნენ. ეხა ფრანგებს სხვა შორის შეწყვიტეს. და სკანდინავიაში ყველგან იყო სუბტიტრებით. ბალტიის ქვეყნებში ყველგან იყო სუბტიტრებით. და ამან გააკეთა ის, რომ ენა გახდა ცხოვრების ნაწილი. ეხა უფრო ადვილია, იმიტომ რომ ეხლა არსებობს სოციალური მედია და ესეც შვება ამას პრინციპში. მაგრამ სანამ მარტო ტელევიზია იყო, ეს იყო ერთ-ერთი შანსი ამის გაკეთების. და ეხლა უკვე ერთ-ერთი არის სხვებთან ერთად. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესენა დავფუძნოთ. რატო მიმაჩნია, რომ ჩვენ რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს მომავალი გარდა ყველაფრისა? იმიტომ რომ რუსეთს თვითონ არ აქვს უახლოეს პერსპექტივაში კარგი მომავალი. რა ხდება რუსეთთან მიმართებაში? რუსეთის მთავარი პრობლემა დღეს არის ფიქალური გაზი. რუსეთმა აუჭირა ხელი ევროპას გაზით. და გაზი იყო მისი მთავარი ინსტრუმენტი. პრაქტიკულად სრული მონოპოლიზაცია განიძრახა ევროპული ბაზრის და ევროპელები რომელიც რამდენჯერმე ზამთარში გაუთიშა გაზი, რომ ევროპელებს გახსენებოდათ, როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს. და მე რა უთხრა, არ გინდათ, მაშინ თავიდანებეთ საქართველოს, თავიდანებეთ უკრაინას, თავიდანებეთ შუა აზიას, ეს ჩემი ზონაა და მე დანარჩენს დავდაბარო. მაგრამ როგორც ჩვენ თავის დროზე ემბარგო გვიშველა, ევროპაც უბრალოდ იყო და ამერიკაც გაჭირო მანახევა და გაქცევას გაჩვენებო, იმათ შეიმუშავეს თავის მეთოდები. თავარი რუსული იმედი ბოლო წლებში იყო შტოკმანის გაზის საბადო. ეს არის საბადო არქტიკაში, რომელიც არის წარმოუდგენლად მდიდარი, საკმაოდ ძვირი ამოხევა, მაგრამ გაზის ფასები ძალიან მაღალი იყო იმ დროს. დადეს კონტრაქტი ამერიკელებთან, პრაქტიკულად ამერიკის კონტინენტი, კანადა და ამერიკა ამით უნდა მოემარაგებიათ და $100 მილიარდი გაეკეთებიათ უახლოეს წლებში,
და რისთვის უნდა ეს ფული გამოაცხადეს. ეკონომიკის და რუსეთში, ევროპაში ბაზრის მონოპოლიზაცია გაზის და ახალი არმიის შექმნა. თლიანად გადაიარაღება არმიის, შექმნა ახალი ტექნოლოგიების და ამ არმიის მეშვეობით სამეზობლოზე გაბატონება. აი ეს იყო, აი სრულიად ნათელი გეგმა 2008-ში ყველა ფიქრობდა, რომ ეს იყო, ამას წყალი არ გავუვიდოთ. ამასობაში რა მოხდა ამერიკაში? ბევრმა პატარა, რატო არის ამერიკა მაგარი ქვეყანა? დიდმა კომპანიებმა კი არა. დიდმა კორპორაციებმა და მთავრობამ კი არა. ბევრმა პატარა წარმოებელმა, აი ვიღაც ლამის სოფლის პატარა ქალაქის პატარა კომპანიებმა აღმოაჩინეს, რომ დგანან ამ ფიქალურ გაზზე. ახალი ტექნოლოგიები გაჩნდა, ასევე პატარა კომპანიების დამუშავებული, რომელთაც ისწავლეს ამის შედარებით იაფად ამღება. როგორც თავის დროზე დავთობის ბუმი იყო ამერიკაში. ამათ დაიწყეს დამუშავება და მთავრობა იქ უფრო ადვილია ლიცენზიების მიღება, უფრო დერეგულირებული ეკონომიკა ვიდრე ევროპაში და ამერიკელებმა დააყენეს თავის მთავრობა იმ რეალობის წინაშე ამ კომპანიებმა, რომ ამერიკას აქვს წარმოუდგენელი რაოდენობის იაფთ გაზი. და რა მოხდა? თლიანად შეიცვალა მსოფლიო რუკა. წელს ამერიკა გახდა პირველად ისტორიაში გაზის ექსპორტიორი. წაიღო გაზი სამხრეთ კორეაში. 2017 წელს ამერიკა იქნება ნავთობის უფრო დიდი ექსპორტიორი ვიდრე საუდის არაბეთი. კანადა გახდება მესამე ყველაზე დიდი ექსპორტიორი ნავთობის და გაზის. ნავთობი ხო რა სად იყო? ნავთობი იყო ქვეყნებში, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრებოდნენ. ხო, ხშირად ეს რუსეთია, მაგრამ მთელი რიგი სხვა ქვეყანა, ეგერ აც გარდაცვლილი ჩავესის ვენესუელა, ხო? მაგალითად, საუდის არაბეთს რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ ნაკლები მნიშვნელობა ექნება ვიდრე ქვეყანა როგორც ქვეყანას, ვიდრე ამერიკას და კანადას და ბრაზილიას მაგალითად, რომელიც ასევე არის სწრაფად განვითარებული დემოკრატია ამერიკის კონტინენტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ იცვლება მსოფლიოს განლაგება და მათ შორის რუსეთის საქმე არის ჭაკად. იმიტომ რომ მათ პუტინმა რა უთხრა მათ, რომ ჩვენ მოდერნიზაცია არ გვჭირდება. რუსეთში არ ჩაატარა მათ არც ერთი რეფორმა. რუსეთის უნივერსიტეტი ხა ჩვენ შეჩვეულებთ რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას ქთამს არ იღებ. რუსეთში რომ ჩააბარო უნივერსიტეტში უნდა ქთამი გადაიხადო ყველა უნივერსიტეტში. კურსი და კურსზე რომ გადაიხადო, ესე უნდა იყოს, რომ დაამთავრო, ესე უნდა იყოს, ეს ის ყველამ რუსეთში. და რეალურად ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, რომ პრაქტიკულად არ მოხდა მოდერნიზაცია. ეს სადა მედვედევმა სკოკოვოს ცენტრის გაკეთება ახალ ტექნოლოგიების. აი როგორც სადა ისევე დამთავრდა, იმიტომ ყველა თელეფონი მოიპარეს. არავის არ ქონდა სტიმული იქ მუშაობის. სამმა რუსმა აიღო ნობელის პრემია ოქსფორდის უნივერსიტეტში. და ჩააკითხეს რუსულმა ტელევიზიებმა, რომ დიდი რუსეთის დიდი წარმომადგენელი, იმათ უთხრეს, ჩვენ არ რუსები ვართ, ჩვენ ბრიტანელები ვართ. გამართულ რუსულ ენაზე აქვს. ჩვენ ამდენ წელი აქ ვართ, საერთოდ არ ვაპირებთ რუსეთში ჩაბასვა, რა სკოკოვო, ჩვენ ვართ ოქსფორდის მეცნიერები. ასე რომ მათ ვერ მოახერხეს თავარი რაღაცის გაკეთება რა. ტექნოლოგიური მოდერნიზაცია. მათი თელი იმედი იყო ენერგეტიკული ბერკეტი და მეზობლების დაშინება. საბოლოო ჯამში ეხლა გამოეცალათ ეს თავი ბერკეტი და მეორე რაღაცა მოხდა. ევროკავშირმა შემოიღო ახალი დერეგულაციები, შიდა ქსელებზე მოახდინა ლიბერალიზაცია და რუსეთს რაც ჰქონდა იმედი, რომ ხელში აიღებდა, ყელში ჭაუჭერდა ყველა მოხმარებას ევროპაში, პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგა. 300 მილიარდი დოლარი დაკარგა გაზპრომმა ბოლო 2 წელიწადში. ეს არის წარმოუდგენლად დიდი ციფრი, 300 მილიარდი დოლარი. ეს არის სოციალ ბიუჯეტში აქვს 20% გარღვევა. და დღეს პუტინ და მეორე რაღაცა მოხდა, შიდა პოლიტიკა რუსეთში. რუსეთში არის მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი ნაციონალური, ესაა ვლადიმერ პუტინი. მისი რეიტინგები სხვა არავინ არ დაუშვა. თელი ეს წლები ყველა სხვა პოლიტიკოსის ანეიტრალებდა, აგდებდა, მედიაში არ უშვებდა, ქვეყნიდან აგდებდა და რა მივიღოთ ის, რომ პუტინის რეიტინგი პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცადა, ხან შიშველი დაენახა ტელეკამერებს, ხან ჩიტებთან ერთად იფრინა, ხან ჩაყვინთა რატომღაც მე რო ჩაყვინთა 2 კვირის შემდეგ თვითონ ჩაყვინთა, მე რო ფორმულაზე დავჯექი 3 კვირის შემდეგ თვითონ დაждდა სხვა ჩვენს იმავე მანქანას, იმავე გუნდის მანქანას, სტრომოსის. მაგრამ ნუ რაღაცა ისე დიდებს სხვადასხვა ადგილები იღებდა და თავის თავს თავაზობდა რუსეთს დაუდგება, მაგრამ ეს აღარ იყიდება ეს პროდუქტი. ყველაფერმა იცის მობეზრება. განსაკუთრებით მართველებმა, ხო? როგორც ჩვენ კარგად ვიცით. ამიტომ ეს პროდუქტი აღარ იყიდება. და რა აღმოჩნდა, რომ რეგიონებში აქვს რეიტინგი 25% დაბალი და მოსკოვში და პეტერბურგში 16% დაბალი. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ზის ბომბზე. იმიტომ როცა სხვა არავინ არ არის, შენ არაპოპულარული ხარ, ეკონომიკა ცუდად არის, ხალხი ცუდ ხასიათზეა, 90% მათივე გამოკითხვებში იცახშო ქვეყანა არასწორი მართულებით მიდის, ეს არის ზუსტად ის რეცეპტი, რამაც ააფეთქა ახლო აღმოსავლეთი.
ლიკვანიუმ ბოლო წიგნში, აი მეორე წიგნი გამოცა ხა პატარა, ესე დიდი არა ეს პატარა და წერს რომ ყველა ერი მსოფლიოში თუ 10-15 წელი ვითარდება ასე თუ ისე ერთი ტენდენციით და კარგად აუცილებლად თავისუფალ არჩევნებზე ხმას მიცემს სხვა ხელისუფლებას. იმიტომ რომ ჯერ ერთი ბეზდება და მეორე ერთი მხოლოდ იმიტომ რომ ცვლილება ნახოს. და ამიტომ აქ დასკვნას აკეთებს, ამიტომ მე თავისუფალ არჩევნებს არ ვატარებდი. სანამ აქამდეო სანამ სინგაპური არ განვითარდა. მაგრამ ეს იყო 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში. დღეს ლიკვანიუმსაც მოუხდებოდა არჩევნების ჩატარება Facebook-ის ეპოქაში. თურქეთმა ცადა დაახლოებით იგივე რაღაც გაკეთება, მაგრამ იქაც ხო ხედავთ კონტრეაქცია არის. რუსეთში ეს არის გადაუვალი. და რას ნიშნავს, რა არის შემდეგი ალტერნატივა? შემდეგი ალტერნატივა რუსეთში არ არიან ლიბერალები. შემდეგი ალტერნატივა არიან რუსი ნაციონალისტები. რა არის რუსი ნაციონალისტების იდეოლოგია? არის რომ ჩვენ უნდა წავიდეთ კავკასიიდან. რომ ჩვენ რეალურად კარგავთ შორეულ აღმოსავლეთს, სადაც ჩვენ თელი რესურსებია, რატო ხარჯავთ ამდენ რესურსებს კავკასიაში? რატო ხარჯავთ ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყაბარდოში? იდახე რომ ავაშენოთ კორდონი ამათთან. რუსეთიდან გავწმინდოთ კავკასიელები, იქ იყვნენ, აი როგორც ისრაელმა აშენა პალესტინელებთან, ჩვენ ეს ქვეყანა როგორც კი ამას აშენებს, საქართველოს აღარც გაახსენებთ და აღარც გამოიხედებთ. ამიტომ ჩვენთვის ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ კარგ ფორმაში შიგნით, ვიყოთ სახელმწიფო ვითარდებოდა სწრაფად, გავაგზავნოთ რომ ვიყოთ მოდელი, იმიტომ რომ შარშან მედვედევმა ორჯერ თქვა მეზიზღება სააკაშვილი, მაგრამ უნდა მიბაძოთ საქართველოს რეფორმებში. რატო თქვა? იმიტომ რომ მოსკოვში მაგარი ტიპები ეგრე ფიქრობენ და ამას უნდა რომ კაი ტიპი იყოს. თვითონ ურთიერთობს ამ თავის ვიღაცა ესეთ ცოტა ესეთ ტიპებთან, ხო? უამრავი ჟურნალის ყდაზე იყო ჩვენ რეფორმების ბევრი იყო კახარი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და ხშირად რუსულ პრესაში არის ციტირებული. სწორედ ამის გამო რომ საქართველოს მტერი კი არ იყო უბრალოდ, გახდა წარმატებული მტერი და პატივისცემა დაიმსახურა, ხო? აი ამ სიტუაციაში როცა ვლაპარაკობ ფეოდალიზმზე, ფეოდალიზმი რატო ასაშიში? ფეოდალური მენტალიტეტი. ყველა ფეოდალი უფრო სიამოვნებით შეეკრობა გარე მტერს, ვიდრე შიგნით მონახავს საერთო ენას. სიამოვნებით წავა და შეეკრება პუტინს, დაუჩოქებს და შეებრძოლება შიდა მტერს. ეს ხო დღეს ვირტუალური ბრძოლაა, ხო? საინფორმაციო ომია. საინფორმაციო ომში შენ თუ იძახე რომ შენ ამზადებ ტერორისტებს იქით, შენ გადადიხარ მტრის ხარეს. ჩვენ განვითარება გაიყვანს გვერდზე ამ ფეოდალის რა. და ბოლოს მინდა ვთქვა, რაც მოხდა შარშან ოქტომბერში, მე ფიქრობ, რომ საერთო ჯამში საქართველოს იყო ძალიან სასარგებლო. და მე თქვენ გეტყვით რატო? იმიტომ რომ როგორც შეუძლებელია ჯერ ერთი ქვეყანაში, როგორც საქართველოს სინგაპურის ტიპის პოლიტიკურ რეჟიმის შექმნა და მე ამის ილუზია არ ვსარქოდა, ხალხმა თვითონ უნდა ნახოს გამოცდილება ყველაფერს. თვითონ უნდა ისწავლოს, ჩვენ უნდა შეცდომებს ვნახოთ, ზოგჯერ და ეს ინდივიდუებსაც ეხება, ხალხებსაც ეხება, ზოგჯერ უნდა ფეხი აგვიცდეს, ზოგჯერ უნდა ცხვირი მივარტყათ, მაგრამ თავარი კი ისეთი არ წავიდეხოთ. შეცდომებით და რაღაცებით ჩვენ თვითონ სწავლობთ. ეს ეხება პოლიტიკოსებს, ეს ეხება რა მოხდა კარგი? მოხდა კარგი ის, რომ ჩვენი ხალხი მიხვდება, რომ ამ ყველაფერში გამოცდილების შედეგად რა დაგროვდება, აი ახლა ამ წლებში რაც უკვე გროვდება, რომ უფასოდ არავინ არ გაჭმევს. ეს არის სრული სისულელე. მეცხრე არხზე გუშინ წინ აჩვენეს 2 საათიან ფილმი ხუგო ჩავეზზე, რა კაი ტიპი იყო და როგორ სოციალისტი და მეცხრე არხზე ხუგო ჩავეზი იყო მეორე პუტინის შემდეგ თავარი მტერი საქართველოს, მაგრამ ეს მოდელი, რომელიც ხო ვენესუელაში არის სრულ ჩიხში შესული. და ვენესუელა მიდის სწრაფი ტემპით ჯანდაბაში. მიუხედავად რომ ნავთობის დღესდღეობით ნავთობის ყველაზე დიდი რესურსები აქვს გამოკვლეული. ესე იგი, უფასოდ არავინ არ გაჭვევს ერთი. მეორე, რუსეთთან თვალების ჩაკვრით. არაფერი არ იცვლება, რამდენიც გინდა უპაჩუნე თვალები. ახლა ჩვენ პატივს მაინც ვსემდნენ ჩვენ მთავრობას. პუტინი არ დაგცინოდა ესე. კი იმუქრებოდა, იღრინებოდა რაღაცა, მაგრამ დაცინით ადაკ ბოლოს აღიარეს, რომ ვისწავლოთ მაგათგან, ხო? ეხლა მოგამაგრეს ონისჩენკო, რომელიც ყოველ დღე ძალიან დიდი სიამოვნებით დაგცინეს. და მესამე, რასაც მიხვდება, ასევე ჩვენი ხალხი, რომ ყველა ინსტიტუტს უნდა ქონდეს თავისი ადგილი. სახელმწიფოს აქვს თავისი ადგილი და სახელმწიფოსაც უნდა ახასიათებდეს თვით შეზღუდვა და ეს უნდა პირველ რიგში გაკვეთილია სახელმწიფო აპარატის ყოფილი წარმომადგენლებს, მათ შორის ზოგი აღსხედან. ეკლესიას აქვს თავისი ადგილი და იმის იქით მისთვისაც ძალიან საშიშია გადასვლა, რასაც იგებს მე მგონი უკვე თანდათან და ხალხი იგებს რაც თავარია. ყველა ჯგუფს საზოგადოებაში აქვს თავისი ადგილი. და თვით შეზღუდვა და ამ თავისი ადგილის სწორად მოძებნა არის ის, რაც არის მათი წარმატების რეცეპტი და ყოველგვარი ექსცესი არის პირდაპირ გზა კრიზისისკენ და პრობლემებისკენ. აი ეს არის სამი რაც მოხდა კარგი. რაც მოხდა ზოგადად კარგი, ასევე ჩემის აზრით არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სწრაფად იწყებს ჩამოყალიბებას
ეს არ არის მარტო ის არასამთავრობო ტელევიზორის ჩანელი, ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ფორმალობები არიან, მართლა შეიქმნა სერიოზული ინტერესის ჯგუფები, რომელიც დაიწყეს ხმის ამბოღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო პოლიტიკოსების ამარა ქვეყანა არ შეიძლება დატოვოს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ პოლიტიკოსი უყურებს ელექტორალურ საქმეს. თუ ელექტორალურად არ არის სწორი, ხმას არ ამოიღებს, ხო? რა არის? აი თქვა ჩვენ ვართ 100 კაციანი ჯგუფი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ხო? სიტყვაზე ტრავერტინი კობი გუდაურის გზაზე. შეიძლება თავის შევაკლათ და თურქეთში რითი დაიწყო? ერთმა პატარა ჯგუფმა დაიწყო 10 ხის გადარჩენა ტაქსიმის პარკში. ეს ჯგუფები არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროგრესისთვის. ეხლა პირველად ნამდვილად ყალიბდება. და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ისე როგორც პოლიტიკური ძალის, მაგალითად იმ ძალის, რომელსაც მე წარმოვადგენ, უნიკალური თვითგაწმენდის პროცესია. ყველაფერი ჩვენවත් დავინახეთ და კიდევ ხედავთ, რამდენი ცუდი რაღაცა იყო დაგროვილი და რამდენი რაღაცა იყო მოსაშორებელი. ამიტომ ძალიან სწორი და კარგი პროცესი მიდის ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია ოღონდ, რომ ამასობაში და ამით დავასრულებ. საქართველოს არ აღმოჩნდეს სულ საერთაშორისო იზოლაციაში, რის ნიშნები არის, იმიტომ დღეს რა არის? მივხვდით, რომ რუსეთთან თვალისჩაყვით არაფერი არ გამოდის, მაგრამ რუსეთი იმიტომ კი არ იკავებდა თავს ჩვენი არ შეჭმისგან, რომ ჩვენი ხათრი ქონდა. იმიტომ რომ აქვე იყო სუსტი თუ ძლიერი დასავლეთი. რამდენიმე წელიწადში ამერიკა იქნება ისევ ძალიან ძლიერი. შემდეგი 30-40 წელი მაინც ამერიკის წელი იქნება, რაც უნდა გამოიქაჩოს ჩინეთი. ევროპა ასე თუ ისე რაღაც ფორმაში მოვა და ჩვენ უკვე ევროპის ინსტიტუციური ნაწილი ხდებით. აი ეს 3-4 წელი შემდეგი სანამ რუსეთი აი ესეთ დაძაბულობაშია და საფრთხეშია რომ ხდება რომ ცუდად აქვს საქმე, ხო? ეს არის საშიში წლები, როცა ამერიკას მაინდამაინც ჩვენც არცალია, ევროპას ჩვენც არცალია, დააკვირდით კარგად რა მოხდა. პროამერიკული მთავრობები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, მიუხედავად იმისა, სხვადასხვა შიდა პოლიტიკა იყო, სხვადასხვა შიდა ფაქტორები, მაინც ერთმანეთის მიყოლებით ჩაეწყო და ჩამოვარდა. რატო? საერთო განცდა იყო, რომ ამერიკა აღარ არის რეგიონში. ჩემის აზრით. აზერბაიჯანის ეხა უზარმაზარი დაწოლა არის სინამდვილეში ბოლომდე თანმიმდევრულად პროდასავლური პოლიტიკის გამტარები პარადოქსალურად დღეს არის აზერბაიჯანი. ამიტომ ჩვენ აი ამ წლებში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტები უნდა შევინარჩუნოთ, დემოკრატიული სისტემა უნდა განავითაროთ და არ დაუშვათ მისი უკან დახევა. არ დაუშვათ საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, იმიტომ რომ ეს სწორედ დემოკრატიას უკავშირდება. თუ ხა ერთხელ მითხრა რიჩარდ ჰოლბრუკმა. აი რუსეთი რო შეიჭრასო და აიღოსო რომელიმე შუა აზიის ქვეყანა. ან ბელარუსია იყოს. ჩვენ ამერიკა რას ვიზამთ? არც არაფერს არ ვიზამთ. სულ არ გვაინტერესებს. საქართველოსეო ავწიეთ ხარში ავიაცია და დაუძღვით მეექვსე ფლოტი. რატო? იმიტომ რომ ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში დაიმახსოვრ, რომელიც იდეალების გულისთვის დათარიო იომოსო. და თუ იდეალები არ არის, სულ არ აინტერესებს მაგას, ნუ მეორე უნდა იყოს მე უკვე მაშინ დიდი ნავთობი და რაღაც სხვა სტრატეგიული ინტერესები. მაგრამ ისე ცალკე აღებული მას არაფერი არ აინტერესებს და ამას ხოჭოს ჯერ კიდევ ჩერჩილი ამბობდა, რომ ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხალხი მზად არის, რომ მარტო რაღაც თავის მუცლის გულისთვის კი არა, რაღაცა იდეა, რომ ვიღაცა კიდე არის თავისუფლების მოყვარელი, იმისთვის იომოს. ეს თუ დავკარგეთ ჩვენ ქართველებმა, მაშინ აღმოჩნდებით ძალიან მძიმე სიტუაციაში. დღეს რატო არიან პოლონელები, ლიტველები, ომის დროს ლიტვის საგარეო მინისტრი ჩამოვიდა, რუსეთმა გამოაცხადა, თბილისის ყველა ხიდი უნდა დაებომბა. თქვა რომ პრეზიდენტის სასახლის წინ ხიდი რო არისო, დამიდგით იქ გამიშალეთ კარავიო და გამოაცხადეთ ტელევიზორ. ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო მინისტრი ძინავს იქა, ღამე მოდის რუსები და მზად არის მოკვდეს საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იყო. ლატვიის ჯანდაცვის მინისტრი ოპერაციებს ატარებდა გორში ჩვენ ქირურგებთან ერთად ბომბების ქვეშ. კაჩინსკის უთხრეს რომ ჩამოვაგდებ ჩვენ თვითმფრინავს და მაინც შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში. გარისკეს თავის იცოცხლე მართლა, იმიტომ რომ მიაჩნდათ რომ აი მაგარი ერია კიდე რომელსაც ჩვენსავით პოლონელებით, ლიტველებით, ჩეხებივით, ესტონელებით შევიულია ბრძოლა. და გუში მითხრა ერთმა დასავლელ მელჩმა, შევხვდაო თქვენი საგარეო მინისტრი და გთხოვაო ჩვენ ყველა ელჩი ევროპისო ორი კვირის აი გადმოწევის, ამ ხაზის გადმოწევის დროს და გითხრაო რომ ძალიან გთხოვთო ხმა მოიღეთ იჩხუბეთო. მაგრამ ჩვენ რატო დავიჩხუბეთ, თქვენ აღარ იხართ. ეგ როგორ გამოდესო? ეს ამიტომ ეს არის პრობლემა. და ეს რო არ მოხდეს, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რა ქვეყანა გვინდა რომ გქონდეს. პირველ რიგში გვინდა გქონდეს თუ არა ქვეყანა. და მე მგონი გვინდა რომ გქონდეს ქვეყანა. დავწევთ გვერდზე პოლიტიკოსი. გვინდა თუ არა მომავალი, გვინდა თუ არა მოდერნიზაცია, გვინდა თუ არა ჩვენთვის და მე უკვე რო დაიწყებთ ამაზე ფიქს ჩვენი შვილებისთვის რაღაცა კარგი. რა თქმა უნდა გვინდა. ამიტომ ეხლა თქვენ დამისვით ნებისმიერ კითხვები და მე გაგცემთ
ან დაუბრუნდები განათლების პრობლემას საქართველოში. მაქვს ესეთი კონკრეტული კითხვა. არის საქართველოში რამოდენიმე კერძო სკოლა, თუნდაც ამერიკული აკადემია, რომელიც აძლევს მოსწავლეებს იმის საშუალებას, რომ განაგრძნონ სწავლა საზღვარგარეთ. თუმცა თითო გამოშვებიდან დაახლოებით 10 ბავშვი რჩება საქართველოში, იმიტომ რომ ვერ იღებს საკმარის დაფინანსებას ან ოჯახს არ აქვს შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობა. რატომ არ იყო თქვა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტი, რომ ბავშვები, რომლებიც არიან მიღებულები ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დაეფინანსებინა მათი სწავლა და ის განათლება ისე მოხმარებოდა საქართველოს? ეს პრიორიტეტი იყო ნამდვილად რამდენიმე წლის წინ იყო. ჩვენ მქონდა პროგრამა 3 წლის განმავლობაში, როცა ყველა ქართველი, ვინც მიღებული იქნებოდა მაგისტრატურაში 50 წამყვან უნივერსიტეტში სოფლიოში, კახა იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ პროგრამის, ყველას ვაძლევთ ავტომატურად დაფინანსებას. ეს პროგრამა შეწყდა ომის და კრიზისის შედეგად. თუმცა წელს ომის და კრიზისის შედეგად მანამდე იყო ჩვენ გავუშვით 1967 ადამიანი ამ პროგრამით. ბევრად ნაკლებია უნდა გაგოშვა, მაგრამ ეს იყო საპრეზიდენტო პროგრამა 1967 ადამიანი. ესე იგი წელს სამწუხაროდ უშვებთ მხოლოდ 30 თუ 35-ს და ძალიან მწკივნეულია შემთხვევით, მაგრამ ხა პრეზიდენტის ბიუჯეტი დაიყვანეს 6 მილიონამდე და ეს პროგრამა ჭირდება 2 მილიონი. ასე რომ პრაქტიკულად ბიუჯეტის დიდი ნაწილი მივეცით ამ პროგრამას. თუნდაც რაღაც ბოლო სიმბოლური ჟესტი. ამას უნდა აკეთებდეს მთავრობა, სამწუხაროდ როგორც ხედავ, ეს არის ერთ-ერთი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია რა იყო. წარმოუდგენელი ისტორია ხა, იმიტომ რომ კახაც და მე ერთად მუშაობთ ამ უნივერსიტეტზე, ავაშენეთ 40 სართულიანი შენობა, აუდიტორიები მარტო იყო 10,000 კვადრატული მეტრი და დაგეგმილი, როცა ეს დამთავრდებოდა გაზაფხულზე დამთავრებულიყო მშენებლობა. საუკეთესო ლაბორატორიები, საუკეთესო პროფესორები ჩამოყავდა, რატო რომ ადამიანს ერთია როცა იქ აგზავნი ხა მაგათ სასწაებად, ეხლა ტექნოლოგიებს როცა სწავლობს, როგორც წესი მე ისინი ეუბნებიან რომ მოდი დარჩი. თუ მაგარია, ხო? და როგორც წესი შეიძლება დარჩეს. ჩვენ გვეუბნებოდით რომ აქ გავაკეთოთ, აქ ჩამოვიყავთ ის პროფესორი, რაც გააკეთა თქვათ ემირატებმა და სხვაებმა, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო კარგი მასალა გვაქვს ადამიანური ვიდრე მათ. მოდი გავაკეთოთ აქ, ადგილობრივ რომელიმე ქართულ უნივერსიტეტთან შევიდეთ თანამშრომლობაში. აქ ვასწავლოთ, იქ გავაგზავნოთ ხოლმე სტაჟირებაზე, როგორც დიპლომი მართლა იყოს ურთიერთაღიარებადი და ყველა და ეს ხალხი დარჩება აქ შემდეგ. ის მაღალი კორპუსი იყო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ნაწილი ყოფილიყო და პედაგოგების ვინც ჩამოდიოდა ძირითადად 80% ფაკულტეტის უნდა ყოფილიყო ამერიკელები, მათთვის უნდა ყოფილიყო უბრალოდ სასტუმროს ოთახები. ეს უნივერსიტეტი საზეიმოდ დახურეს, შიგნით რამოდენიმე ლაბორატორია ქონდა მოწყობილი, კედლებიანად მოგლიჯეს, რატომღაც რომ მივედი, აი მართლა კედლებიანად მოგლიჯეს, უნდა გენახათ რა, გეგუნება დამყრობელი შევიდე, ხე რუსი ჯარები რო იყვნენ შემოსული, მაგალითად სამეგრელოში კი გაძარცვეს რაღაც ადგილებიდან, ესე არ მოგლეჯიათ ყველაფერი, იუველურად მოხსეს რამდენიმე უნიტაზი აბაზანა ისა, მაგრამ კედლები არ მოგლეჯიათ. ამ უნივერსიტეტში არის მოგლეჯილი კედლები. და შიგ შეასახლეს ბათუმის მერია, არის უნივერსიტეტი 37 სართულიანი და ბათუმის მერიაში გორის უმუშაობს 40 კაცი. და რო ვკითხეთ რომ რადგინად თქვენს რო არაუშავს დასუფთაების სამსახურსაც შიგ შეუშვებთ და სხვა სიპებსო რომელიც აქ გვაქვს. ამიტომ ეს სამწუხაროდ ეს არის სიმბოლო დამოკიდებულების. ეს არ არის ჩვეულებრივი ფაქტი ამოგლეჯილი. აქედან არის რომ სამწუხაროდ ის 20 35 თუ 23 სტიპენდია რომელიც ახლა ჩვენ ვიძებთ, ერთ-ერთი სტიპენდიები რომელიც საქართველოს გაიცემა ასეთი ტიპის პროგრამები, რაც არის ძალიან ცუდ. თურქეთმა ერთ-ერთი რაც გააკეთა ერდოგანმა ყოველ წელიწადს უშვებს 15,000 სტუდენტს ყოველ წელიწადს. ამერიკაში და უშვებს სად იცით, ძირითადად community college-ებში, პროფესიის სასწავლებლად. თურქული დაფინანსებით და პრაქტიკულად ყველა ბრუნდება უკან. ჩემი შვილი მან დაამთავრა წელს ამერიკული აკადემია. იქ იყო და საუკეთესო კურსდამთავრებულის მედალია იყო, რაც მე ჩემი დამსახურებას არანაირად არ არის, დიდი იყო წვრილი არ შემიტანია მის ყოველდღიურ განათლებაში, მაგრამ იქ იყო მთავრობის წარმომადგენელი, არ მინდა თქვა რომელი მოსული გამოც და პირველი რაც თქვა, გაუგრდი რა უთხრა ბავშვებს. თქვენო ბევრი თქვენგანი მიდის ამერიკაში სასწავლებლად და ჩემ ეხა არ დაგიწყებთ ლაპარაკს რომ უკან დაბრუნდეთო. დარჩით იქო. გამოადგეთ თქვენ ოჯახებს და თქვენ შესაბამისად გამოადგებით თქვენ სახელმწიფოს წარმომადგენელ მოხდა. კი რა, პირი გავაღე. მაგრამ დღეს სამწუხაროდ სულ უფრო გვესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს რომ ჩვენ გვინდა წასვლა. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. იმიტომ რომ თავარი რაც არის, მე თქვენ გეტყვით, რა არის დემოკრატიის თავარი ნიშანი. დემოკრატიის თავარი ნიშანი არ არის არც არჩევნები, ჩემი აზრით, არ არის არც თუნდაც პრესის თავისუფლება, თანამედროვე სამყაროში არავის არ უყურს, ასე თუ ისე. დემოკრატიის თავარი ნიშანი, კარგი დემოკრატიის არის სოციალური მობილურობა. რატო არის ზემოთ სოციალურად სწრაფად აღმასვლა? რატო არის ამერიკა მაგარი ქვეყანა? რატო იყო სინგაპური ესე წარმატებული? აი ამ თქვენი პოზიციიდან
რაღაცა რო გახდე იმ პოზიციამდე არის ძალიან პატარა დისტანცია. სწრაფად შეგიძლია გავიდე ამერიკაში მე ორი მაგისტრის ისავიღე პრაქტიკულად კოლუმბიის უნივერსიტეტის და მე სამაგისტრო კურსი გავიარე ჯორჯ ვაშინგტონში, სულ 2 წელი ვისწავლე, მაგრამ ჩაობარე გამოცდები ნიუ-იორკში გავხდი დიდ მოკლედ დავიწყებ თავიდან რომ ცხოვრობდი სარდაფში. არ მქონდა თვის ბოლოს მე და სანდას მქონდა მარტო ბანანების $500 სტიპენდია, იმაში ვიხდი $700 გზაზე გვეხარჯებოდა, პრაქტიკულად საჭმის ფული არ მქონდა, მაგრამ 3 წლის და 2 წელინახევრის თავზე ცხოვრობთ ცენტრალ პარკთან ძალიან მაგარ ბინაში, ჯონ ლენონი რომ მოკლის იმ სახლის გვერდზე სახლში ზუსტად მიდგორი, დაკოტა არის ეგეთ ცნობილი სახლი, ძალიან მაგარ ადგილზე მქონდა მაგარი ხელფასი, მასაც მეც და რაც თავია განცდა რომ ყველაფერი შესაძლებელი. აი ყველა თელი კარიერა გვაქვს წინ. ეს არის სოციალური მობილურობა. ევროპაში ეს ბევრად უფრო ნაკლებად არის. ევროპაში ესე არ იწყებს სარდაფიდან, არ იწყებს ევროპაში მისწავლე, ევროპაში საერთოდ საცხოვრებელი ბევრად უფრო მაგარია უნივერსიტეტების, კარგი მოწყობილი ყველაფერი, მაგრამ აი სადაც იწყებ, ესე ნელა მიჩოჩავ წინ და სოციალურად ბევრად უფრო რაღაცა სტრუქტურირების საზოგადოება. საქართველოს ჩვენ რაც შევძელით, შევცვალა ბოლო წლებში. ძალიან სწრაფად გაიკეთა ბევრმა კარიერა მაინც. და თავი აბასიდან შემხვდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ესე 29-30 წლის გოგო და რა მითხრა რომ მე დავინიშნე დეპარტამენტის უპროფესორი, როცა ვიყავი 22 წელს, 23-ის. 23 წელს დავინიშნე. მაშინ რომ ჩემი მეგობრები დაინიშნე მინისტრის მოადგილეებათო, დეპარტამენტის უპროფესორად სამინისტროში და რაღაცა. ესეთი დრო იყო რომ ნორმალ ქვეყანაში 23 წელს ადამიანს ამას არ აბარებენ, ხო? მაგრამ ესე მოხდაო რომ ამ ახალ სისტემაში ჩვენ უფრო ეფექტურები ვიყავითო, ვიდრე უფროსი ასაკის ხალხიო. ჩვენ უფრო შეგვიძლია, ჩვენ მქონდა განსაკუთრებული ყველაფერი შესაძლებელია, ხო? ამიტომ ეხლა 23 და 24 წლის ადამიანს რო ნიშნავ მინისტრის მოადგილეთო, რაც ბევრი დავნიშნეთ, მართლა 25 წლის ყოველ შემთხვევაში და მათ შორის კახამ ბევრი გააკეთა როცა ისო. იბას სხვანაირი ცხოვრების წესი აქვს, ხო ის? ამავე დროს რჩება ახალგაზრდა ადამიანად. ერთის ხრი ესენი უფრო ეფექტურები არიან, მაგრამ მე სოციალურად ესენი არიან ახალგაზრდებიო და ეს არ არის ის სტერეოტიპი, რომელიც საზოგადოებაში არის. ესე იგი, მოხდა ამ სტერეოტიპების გრევა. რად იყო ერთ-ერთი თავარი გაღიზიანების მიზეზი ასევე. პრაქტიკულად თელ თაობებს უთხრეს, ხო შემთხვევაში პოლიტიკოსები აუხსესო, თქვენ ხართ თამაშგარე მდგომარეობაში. ხო იყო რომ 35 წლს მეტის თუ ხარ და ინგლისური კომპიუტერი თუ არ იცი, ვერსად ვერ მიგიღებენ. ეს რა თქმა უნდა, ესეთი ინსტრუქცია არ იყო არსად. და რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ასაკის ხალხით მუშაობს, მაგრამ ძალიან ბევრი აი ესეთი ახალგაზრდა გამოიკაჩა. საქართველოს აი ყველაზე მთავარი იმუნიტეტი წინაწლებში ამხელა ემბარგოები, ომი, უბედურება, საშინელი ნეგატიური პროპაგანდა ჩვენ წინააღმდეგ იყო ეს, რომ ისეთი სიმტკიცის მარაგი მოქცეს ამ ახალგაზრდებმა, აი ამ ცოცხალმა ორგანიზმმა. ეს არის სოციალური მობილურობა. ამაში განათლებული თაობა ახალგაზრდა არის თავარი რაღაც. ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის რომ ეს პროგრამა შევაჩერეთ, რომ ჩვენ გქონდა ფული, უნდა გაგვკეთებია, არ უნდა შეგვეჩერებია. ერთ-ერთი ჩემი დიდი სინანული უნდა ჩაგვედო ბევრად მეტი ფული. იგივე უცხოელი მასწავლებლების ჩატარება, ჩვენი მასწავლებლების უცხოელი სტაჟირებაში. Training the trainers, რასაც ქვია. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც მოგცემდა ამ სოციალურ მობილურობას, სწრაფად ზარდ საზოგადოებას. ჩვენ ნახეთ წინა 9 წლის განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი რამოდენიმე სფეროში, ხო, ეს იყო იუსტიციის სამინისტრო, ეს იყო საბერძნო ძამბები, რაც როგორც ანუ ის გამარტივებული სისტემა, ასევე პოლიციის რეფორმაც, რომელიც თქვენი ხელისუფლების ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება, თუმცა ამავე ფონზე იყო ის, რაც ჩვენ დღეს რის პრობლემებსაც დღეს ვხედავთ. მაგალითად, განათლების სისტემა ეხლა დაფინანსებებზე და ასე შემდეგ არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ სკოლის სასწავლო ან სკოლის განათლება ჩავარნილია ჩემი აზრით, რასაც თავისი მიზეზები აქვს წინა განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც მოხდა, სასამართლო სისტემა, რომელიც კერძო სფეროში, ასე ვთქვათ, ახლა დავები, კერძო პირებს შორის ნამდვილად გამოსწოდა ჩვენ ნახეთ სასამართლო სისტემა, რომელიც კარგად მუშაობს კერძო პირებთან მიმართებაში, თუმცა იქ სადაც სახელმწიფო იყო ჩართული, ეს იყო კერძო სფერო თუ სახელმწიფო დავა სისხლის სამართლებრივ საქმეებში, ყოველთვის სახელმწიფოს ძალიან დიდი როლი ჩანდა. ამავე დროს საჯელახსრულების სისტემა, რომელმაც განაპირობა დიდწილად ის მარცხი, რომელიც მოხდა ოქტომბერში, მე მაინტერესებს არა რაღაც პოლიტიკური შეფასება, თვითონ შიგნით გუნდში, რატომ ხდებოდა, ანუ როგორ მოხდა ისე, რომ ერთ სფეროში ქონდა ცალსახი ლიბერალიზაცია, ცალსახად ქონდა წინ გაადგმული ნაბიჯები და მეორე სფეროების რაღაც ნაწილი ასე ვარდებოდა. ეს პირველი, მეორე. არჩევნების წაგების ძირითადი მიზეზი იყო კომუნიკაცია ჩემი აზრით და აი აქ მაინტერესებს ზუსტად რომ ის შეხვედრები, რომელიც ატარებდით თქვენ, რატომ არ ბაძავდოთ თუნდაც მთელი გუნდი
ნაციონალური მოძრაობის მთელი გუნდი, რომ ის ყველაფერი რაც აი ესე მარტივად შეიძლება იყოს აღქმადი და თუნდაც ეს იქნება ლაზიკა თუ ასე შემდეგ ნებისმიერი სხვა პროექტი, რომლის შინაარსიც ძალიან მარტივია, რატომ არ ხდებოდა ამის ახსნა, ან რამ განაპირობა ის, რომ მარტო თქვენი გამოსვლები იყო, ძირითადად რაც მე მახსოვს, ეს ახსნელი თუნდაც ლაზიკის შესახებ და ასე შემდეგ და მესამე ახალგაზრდებთან მიმართებით, ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა იყო და თქვენ რაც დაასახელეთ პრობლემა, რომ ჩვენ დღეს ყავს მაგალითად ლაბორატორია 19-18, რომელიც არის ოფიციალურად პოლიტიკური ძალა და იმ იდეების პოპულარიზაციის, ასე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე დიდად არ წარადგება ჩვენ ქვეყანას, რომ ეს ძალები წამოიწენ რის გამო, რომ დაფინანსება თუნდაც იმ პროექტებს, რომელიც სახელმწიფო აკეთებდა, მიდიოდა ისეთ როგორც არის, მაგალითად, პროექტის სამერჯობი. ან თუნდაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო რა პროექტებსაც აფინანსებდა. მე მაგალითად არ მახსოვს არც ერთი პროექტი, რომელიც იყო დაფინანსებული, აი ლიბერალური იდეების წახალისებას თუნდაც და მე მაინტერესებს, რატომ არ ხდებოდა ის, რაც ჩემი ძალიან მარტივია და რამაც ძირითადად გამოიწვია ის მარცხი, რომელიც მოხდა ოქტომბერში. დიდი მადლობა. გეთახმები ბევრ რაღაცაში. რაც შეეხება სკოლას. სკოლაზე მუშაობთ ჩვენ. სკოლაზე ჩვენ თავიდან დავწყნარდით, რომ მივიღეთ ეს საერთო გამოცდის სისტემა და ამან დაგვაკარგია ბევრი დრო. ბოლოს რას ვაკეთებთ სკოლაში? სკოლაში ვაკეთებთ ძალიან წინააღმდეგობრივ რაღაცას. კერძოდ რას, რომ ვეუბნებოთ, რომ თუ თქვენ აი ეს ხელფასი რაც გაქვთ, მაგრამ თუ გინდათ 1000 ლარიანი ხელფასი და ზოგ შეიძლება 1500-იც, უნდა ჩააბაროთ ეს და მაშინ გეკრებთ. ამით რაზე იყო გათვლილი? იმაზე, რომ საუკეთესო განათლების ახალგაზრდობა წასულიყო სკოლაში. ახალი ხალხი თუ არ მივიდა, როგორ უნდა და ეს ხდებოდა. ამან გამოიწვია მასწავლებლებში საოცარი კონფლიქტი. იმიტომ რომ რეალურად თან ეს არ იყო ის, რომ თქვენ წადით. ეუბნებოდ შენ ზუსტად ესევე შეგიძლია ჩააბარო ინგლისური, კომპიუტერი, ქიმიას, ახალი ტექნოლოგიები, ფიზიკის ახალი ტექნოლოგიები, შენც მოგცემ, ზუსტად იგივე შანსი გაქვს შენც. მაგრამ სიტუაცია თავისუფალი უნივერსიტეტს გამოშვებული 23 წლის ახალგაზრდა მოვა ჩააბარებს და 1500 ლარი ექნება ხელფასი ეგრევე. და ეს იყო გზა. ჩანაცვლების სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ რას ვიღებთ, რომ 1500 ლარიანი პედაგოგი და იქ გვერდზე 300 ლარიანი პედაგოგი და ბუნებრივია წარმოუდგენელი კონფლიქტი მათ შორის. და ამიტომ ესეთი რეფორმები წინააღმდეგობრივია. სასჯელ აღსრულებას რაც ეხება. მე მგონი ბევრი რაღაცა ირკვევა ეხლა კარგად რა. სასჯელ აღსრულები ჩვენ მოგვივიდა სერიოზულად ჩავარდნა, ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩვენ დროს ციხეს მართავდა კანონიერი ქურდი, ჩემი მინისტრობის დროს. იყო სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ესეთი კოპაძე, რომელიც იცოდა მათი ენა, ქურდების ენა, ელაპარაკებოდა ქურდები, იცავდა წესრიგს, ქურდები უზრუნველყოფდნენ, რომ პატიმრები არ გარბოდნენ, მაგრამ ქურდები აწესრიგებდნენ შიგ რაღაც, რომ არ ყოფილიყო ბესპრეძელი, რასაც ქვია, მაგრამ რას აკეთებდნენ ქურდები? სამაგეროდ ქურდები კრიფებდნენ აფშაქს, სამაგეროდ ქურდები ათამაშებდნენ, რომ აზორტულ თამაშებს და ვინც არ მოიტანა, ან ცემდნენ, ან კლავდნენ. ქურდები ციხიდან მართავდნენ დანაშაულს გარეთ. დავნიშნეთ 26 წლის ბაჩო ახალაი, რომელიც შევიდა და დაიწყო წესრიგის დამყარება. ქურდები გაიყვანა ცალკე კამერაში, ჩასვა სარდაფში, უთხრა თქვენი კამერა თქვენ თუ უნდა დაალაგოთ, იმათ უთხრეს ჩვენ გაჩვენებთ წერილს. მოაწყეს ბუნტი. მაგრამ შემდეგ დამყარდა წესრიგი. მაგრამ წესრიგი რა მეთოდებით დამყარდა? იმავე მეთოდებით, რასაც ისინი აკეთებდნენ. ცემით, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ საზოგადოებას ეს აღარ ეხებოდა რა. საზოგადოება ეს უმართავ პატიმრების მიმართ გამოიყენებოდა სამწუხაროდ ეს მეთოდები. მაგრამ საზოგადოება ამას რომ აღარავინ ტელეფონები ჩაიხშო, კანონიერი ქურდების ის გადატრიალა, იქიდან დანაშაულის მართვა მოწყდა და ხუჩის დანაშაულს ვერაფერს ვერ უზამდი, თუ სანამ ციხიდან იყო დარეკვები. ყაბახელიძე ახლა ცემა არ არის მეთოდი. მეთოდი არის ნორვეგიაში, ესტონეთში აქვთ ელექტროშოკი, სხვანაირი ტიპის ციხეები, უფრო მეტი კონტროლი, კამერები, რაღაცა სხვანაირი ტიპის, ისე რომ ეს რაღაც კატეგორია პატიმრების რომელიც უმართავი, ასე ვმართოთ. და ამისკენ ჩვენ დავიწყეთ აბიჯი. აი ხა რო იძახის სეზარი ლაითურის ციხე ეს იყო ხახათუ რომ გაიტანა კბილებით, არ ხონდა ფული, მივეცეთ მაინც რომ ეს ახალი ტიპის ციხე, სადაც საერთოდ ხელით ვერ შეეხებოდი პატიმარს, იმიტომ რომ ესეც შეეხება, არ პრაქტიკულად არ იქნებოდა ერთმანეთში. მაგრამ ამასობაში რა ხდება? ამასობაში ყავს ძველი თანამშრომლები, როგორც ეს ბედუკაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ ცემდნენ პატიმრებს, აღმოაჩინა ამის პოლიტიკური მნიშვნელობა. დადგა ეს სცენები, ის რომ დადგმული საერთოდ არ იწვევს, იმიტომ რომ არანაირი ამის აუცილებლობა არ იყო. თან პირველად შემოთავაზება ამ კადრების იყო 400,000 დოლარი, საბოლოო ჯამში როგორც მე ვიცი, ახლა თავს არ დავდებ ხა, მაგრამ 2 მილიონი დოლარი გაიყიდა. ვინ გადაიხადა, როგორ გადაიხადა, ამას ახლა თქვით და ეს კადრები უკვე მათ განკარგულებაში იყო 2011 წლის აგვისტოში. ამიტომ მთელი ეს პერიოდი ამბობდნენ, ნახავთ რაღაცა რა მოხდება კი. რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ ქონდა სისტემა, სადაც შეიძლება კარცერში ჩაიყვანო და თუნდაც დადგან, თუნდაც მართლა კრა ესეთი რაღაცა, ქვემოთ სადაც კარანტინში თუ რაღაც, ეს არის წარმოუდგენელი ჩავარდნა.
ეს იყო ერთი ფაქტორი ციხე და მეორე ფაქტორი იყო რაფალიანცის საქმე. რაფალიანცის საქმე 9 თვის ბავშვი ამ საიზღანმა ნაციონალურ მოკლეს ხერხებში ჩააღჭეს. ესეც ხო ბერმა დაიჯერა, რამდენი პროცენტი იყო არჩევნების შედეგებში რაფალიანცის საქმე. და უკვე აღარ ქონდა აზრი კამა. რაც შეეხება სასამართლოებს. მაგრამ სასამართლოებს ჩვენაც გავაკეთეთ, რომ მივეცეთ მაღალი ხელფასი იუსტიციის საბჭო იყო მოსამართლეების ხელში და მე მეუბნებოდი ADI-შს იმ პირობებში, როცა ADI-ში რეალურად ამ სისტემას აკონტროლებდა. აი ნახავ 3, 5, 9 თვეში რომელიმე ახალგაზრდა მოსამართლე, რომელსაც აქვს მაღალი ხელფასი, ყველგან და გეტყვის, რომ შენ ვის დაკარგვი ხარ საერთოდ. აი ესეც საქმე მე ასე ვწყვეტ და საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი. და ვერაფერსაც ვერ უზამ, მართლა ვერაფერსაც ვერ უზამ. იმდენი გარანტია იყო ჩადებული 5000 ლარამდე ხელფასი ჰქონდათ. ეს უამრავი ისა ექსპერტი კომუნიკაცია აკრძალული საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა იმაში ჩაბუდებული საელჩოები ამას აკონტროლებდნენ. რეალურად საბოლოო ჯამში ბოლოს ეს უკვე მართლა ხათზე იყო აგებული, მათი ის რომ ბევრი ყოფილი მოსამართლე იყო ყოფილი პროკურორი. აი ეგ იყო რაც ხდებოდა. ასე რომ აქაც სწორი მიმართულებით მივდიოდით, ერთი გაგებით რომ კორუფცია აღარ იყო და თქვენ რო თქვით რომ საბოქალაქო საქმეში კორუფცია აღარ იყო. მაგრამ არ იყო დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ იდეალური შანსი იყო მთავრობის გამოცვლასთან ერთად. ვინაიდან ეს იყო ძველი მთავრობის დანიშნული ხალხი, რომ ამ მთავრობას ეთქვა ვიწევით გვერდზე და ის იქნებოდა მართლა დამოუკიდებელი, რომ ჩვენ რაღაც კონტროლის რანერად გავაკონტროლებთ, ხო ამათ, ხო? ჩვენ ბევრი რაღაცა აგვეხსნა. უნდა აგვეხსნა მაგალითად რომ რუსეთი არის ოკუპანტი. აი ყველა სკოლაში რო ყოფილიყო სტენდი, ხო პრიმიტივი რაღაცაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დღეს აღარ დასვავდა სკოლა 10-12 წელი ვიც იქ სწავლობდა, კითხვას რომ მართლა ოკუპაციით რა გააჭირეს საქმე, რა ოკუპაციას გვეგონა რომ აი ელემენტარული ჭეშმარიტებები ყველა მის არის. თუ უნდა აუხსნა, უნდა გააგებიო, უნდა ელაპარაკო, მათი აზრი უნდა გაიგო, ეს არის ჩვენი პრობლემა დღეს. შიგნით მოხდა ბიუროკრატიზაცია, მოხდა სხვა რაღაცა, ჩვენი კონსტიტუციური მოდელი წინა არ იყოს კარგი. იმიტომ რომ პრეზიდენტს ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების სრული კონტროლი, მაგრამ პრეზიდენტი პრაქტიკულად შეიძლება თვეობით არ მისულიყო მთავრობაში. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყო სუსტი. ამიტომ პრემიერ-მინისტრის ქვემოთ ამ სისტემაში წარმოიქმნა მინისტრი უფრო ძლიერი მინისტრები, სადაც ტოცი მიყავდა იმათ გაერთიანებებსავით რაღაცა. და რეალურად მოხდა აი დაყოფა მთავრობის სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებად. ეს კონსტიტუციური მოდელი გამოვასწორეთ ჩვენ. დღევანდელი მოდელი ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად მართავს მთავრობას და ის არის მთავარი ტიპი. ის აგებს პასუხს რა გაკეთებს მთავრობა და ის ყოველდღიურად პასუხისგებლობასაც იღებს. პრეზიდენტი შეიძლება გვერდს გამდგარი იყო, თქო მე რა ვიცი, ახლა მე არ შემიძლია კეთილი პრეზიდენტი, რომელიც რაღაცები არის. ეხლა არის სწორი კონსტიტუციური მოდელი. ასე რომ ჩვენი მთავრობა თრიანობაში იყო მაინც იდეალისტები დაკომპლექტები ხარ. რამდენიც არის ლაპარაკი? ხო, იმდენი ლაპარაკის, რომ მილიარდები მოიპარეს. 1 ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ხო, ყველა ვიცით ეს ისტორიები, რას ლაპარაკობდი და რა დაიჯერა ხალხმა. ელიტური კორუფცია, მითხარით ერთი. აი მე თუ ვარ პროკურორი. მე ვარ ელიტურად კორუმპირებული, ხო? კაი. რაღაც საქმე მოვიდა სისხლის. ფული ხო საიდან უნდა გავაკეთო? სისხლის სამართლის საქმეები და ხო ალბათ, რომ ან რაღაც ბიზნესებში ჩავშდე იმას საქმე უნდა ავუწრო. მე ხო არ ვადგენ თვითონ ამ საქმეს. ვიღაც სიტყვაზე გურჯაანის პროკურორი ხო ადგენს ამ საქმეს. სიტყვაზე. და მინდა იმ ბიზნესს დავეპატრონო გურჯაანში. იმ გურჯაანის პროკურორს ხო უნდა უთხრა რომ მოდი გამიყალბიან რაღაც ქენ, ხო? მე გურჯაანის პროკურორმა ხო იცის რომ შენ ფულს იღებ ამაში. ხო გაიგებს. თვითონ რო აიღებს ფულს და თვითონ რო აიღებს ფულს, შენ რა უფლებით უნდა უთხრა რომ შენ არ აიღო ფული. ეგეთი რამე არ არსებობს. ან კორუფცია არის, ან არ არის. ან ქვემოდან ზემოთ არის, ან ზემოდან ესე ქვემოთ კორუფცია არ არის, იმიტომ რომ მექანიკურად შეუძლებელია ვიღაცის მეშვეობით აკეთებ ამ გაყალბებას, ბრალის წაყენებ, ესე ხდება. სხვანაირად არ ხდება. სიმართლე თუ გინდათ, ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ფული. იმიტომ რომ და ყველა მუცებ დავიწყოთ, რომ მოიცა და ბიზნესები როგორ კონტროლებია და ისა მართლა რო ყოფილიყო, ეხლა რა 100 მილიონი, 50, 30, სადმე არ უნდა ეგდოს? ხო და ეს არის და ამიტომ ჩვენ პრობლემა რაშია, რატო არის ამაში საფრთხე სათო ხედა. იმის ხელი კან ჯანდაბას რაც უნდა დაიჯერონ და ელაპარაკო. მთავრობას ჯერა ეს. და მთავრობას რომელსაც ჯერა რომ მთავრობაში ყოფნა შეუძლებელია ფულის კეთების გარეშე, იმ მთავრობას აქვს პრობლემები. ძალიან დიდი პატივია ახალი ქვეყნის შენებლობა რა. ძალიან დიდი რაღაცა არის. არ იცვლება არანაირ ფულზე. ეს ყველაფერი აშენდა 2006 წლის შემდეგ, 2005-6 წლის შემდეგ. პრაქტიკულად ახალი ქვეყანა აშენდა და კიდე 2 წელი უწყვეტი რო ქონოდა იმ დიდ პორტსაც ავაშენებდით და ის იქნებოდა. ეხლა გადმომცეს ყველა ეს დიდი პრემია რაც მივიღე არქიტექტურის გადმომცეს როგორც ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორს სოფლიოში, ხო? ასე რომ მე რა თქმა უნდა ეს გაზვია უпроსტოდ არქიტექტურის ხარდამჭერს ხარ მე არქიტექტორი. ეს იმხელა რაღაცაა, რომ ამას აი ეს არ იცვლება არანაირ კერძო და პირად ფუფუნებას. ჩვენი ერთ-ერთი სტაბილურობის გარანტია იქნებოდა ფული მათ შორის რუსეთთან, იმიტომ ეს ფული ხო გამორბის. რუსეთთან კაპიტალისტური გააქცევა კაპიტალის. ჩვენთან აი მილიონი რუსი ტურისტი
900-ი შემოდაშე. რატო იყო მნიშვნელოვანი? რატო აი ვიზები რატო მოხსენთ სამხრივად? იმიტომ რომ ყველა რუსი რომელიც აქ ჩამოდის, მიაქვს უკან ისტორია, რომ მინიმუმ ჩვენ ბავშვებს არ ვჭამთ და მეორე არის მაგარი ქვეყანა რა. ბათუმის პიაცა, იუსტიციის სახლი, თბილისის ხიდი, ყველა განათებული, გაცისკროლებული ისა და ეს არის იმხელა დარტყმა რუსულ პროპაგანდაზე. რომ და საბოლოო ჯამში ჩვენი დაცვა არის ამ ცათამჯერებში. რაც უფრო მეტი გაკეთებოდა, მით უფრო ძნელი იქნებოდა. ლაზიკის სპორტი იქ ნიშნავდა რომ აქეთ გადმოსვა რუსეთის ხანძნელი იქნებოდა რა. და ლაზიკის სპორტი ბუნებრივად განვითარდებოდა, იმიტომ ჩინური ტვიტები, რომელიც მოდის, ისინი შეჩეული არიან ხა ხადორის ჰესი აშერეს პანკიში, როცა იქ იყო რუსები ბომბავდნენ და რამდენიმე ჩეჩნური დაჯგუფება იდგა ტერორისტული. და შემოვიდნენ ჩინელები აშენეს, როცა მათ ინტერესებში ამას აკეთებენ მაინც. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავლოდებოთ, რომ სანამ რუსეთი არსებობს, მოდი არაფერი არ ვქნათ, არ უნდა გვექნათ ისე როგორც ემირატი, არ უნდა ყოფილიყოთ კუვეიტები, არ უნდა ყოფილიყოთ ემირატი. ამის მაგალითია სინგაპური. სინგაპური ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია. სინგაპურს თელი ცხოვრება ჩინეთი უპირებდა დაპყრობას. სინგაპური ხო, თელი ცხოვრება ჩინეთი ემუქრებოდა დაპყრობით. და არ შეიმჩნიეს და მაინც გავითარდა ხოლმე ფორმალური უსაფრთხოების გარანტიები მათ ამერიკელებისგან არ ქონდათ, განსხვავებით კორეისგან და იაპონიისგან. იყო იქ ამერიკა, მაგრამ ფორმალურად არ ქონდათ ეს. სინგაპურმა მიუხედავად თელი თავის მოსას შექმნა სარეზერვო სისტემა, ყველა ქუჩის ვიბრძოლეთ, მაგრამ ეხლა რო ჩადეხვალ იმ ქალაქში ხდება რა ქუჩისთვის იბრძოლება, ეხლა ჩინეთ რო შემოესწეოდა რა ქუჩის ბრძოლა უშვერდა იბათ. თავის თავს ჩააგონეს, რომ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. და ის სუტკიბზე იყვნენ, სადღაც სანამ დენ სიაოპინი არ მოკვდა, იმიტომ დენ სიაოპინი ბოლომდე უკვილებს ილესავდა, რომ შესულიყო. როგორ წარმოიდგინე, რომ უცებ შევარდე და ეს ცათამჯერები გადაბომბოდა, აიხო, რომ ხო ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ადვილი წარმოსადგენია სომალიში სამხედრო მოქმედება, მალიში, სინგაპურში, როცა ამ ცათამჯერებს უყურებ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ვიძახე, რომ ჩვენ ეს ნიშა გვაქვს, რაც არ უნდა მოხდეს, ის რომ რუსებმა დაიწყეს ესე კარგად წერა საქართველოს. ფეშენებელ ჟურნალისტს გაჩნდა, რომ საქართველო არის მაგარი ქვეყანა. თურმე არა ტერორისტების ბუდე, არა გიჟების ბუდე, არა ისა, მაგარი ძალიან ეფექტური ქვეყანა. და იმ ჟურნალს კითხულობს ათეულობით მილიარდერი და ასეულობით მულტიმილიონერი რუსეთში თუ ათასობით. იმათვის ხო რაღაცა, ხო გასაქცევ აი როგორი საინტერესო ფენომენია, რუსები არ დებენ ფულს თავის ქვეყანაში. რუსული ელიტა რასაც იშოვის ფულს, ყველაფერი მიაქვს უცხოეთში. რუსული ელიტა არ აშენებს თავის ქალაქებს. რუსული ელიტა თავის შვილებს უშვებს სასწავლებად და ტოვებს უცხოეთში. თავის ცოლებს ამშობიერებს უცხოეთში. თვითონაც თუ რამე უნდა გადის უცხოეთში. გადაწერეს ერთ-ერთზე ჩვენი პოლიციის სტრუქტურა. დაარქვეს პოლიცია შუშის შენობების დაიწყეს ლაპარაკი, იქ რაღაც ხელფასები მომატეს, ფორმები, მანქანები გამოუცვალეს, საპროცესო კოდექსში შეცვალეს. როგორც იყო კორუფცია, ზუსტად ისეთი კორუფცია. ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. სხვა რაღაცა გჭირდება კიდე რომ შექმნან, მაგრამ ამას რატო ყვები? რუსეთმა დაიწყო ამის პატივისცემა. როგორც ჩინეთმა საბოლოო ჯამში სინგაპურის და ტაივანის მოდელის გადაღება დაიწყო. აი ამ პატარა ქვეყანამ 4 წლის თავზე აღიარებია მათ, რომ ჩვენ არა მხოლოდ არ გავქრით, არამედ ჩვენგან რაღაცა უნდა ისწავლოთ. ეს იყო დაცვის გარანტია, რაც უფრო მეტად განვითარებით რთულებით, მით უფრო მეტად ეს არის პრაგმატული საკითხი. ძალიან პრაგმატული საკითხია ეროვნული ღირსება და ეროვნული თავმოყარეობა. იმიტომ რომ ეს არის ასე უსაფრთხოების უფრო დაცული და მაღალი დონე. ეს უნდა კარგად გვესმოდეს ყველას, როცა ამ ურთიერთობასთან პოლიტიკასთან კავშირში არის ეს. მაგრამ ამავე დროს შენ უნდა გჯეროდეს, რომ რაც არ უნდა იყოს გარშემო პრობლემები, სინგაპურის მაგალითზე, დუბაის მაგალითზე, არც ერთი ეს ქვეყანა არ იყო დაცული. ამ ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან მაგარი წმენა იმის, რომ მაინც უნდა გაეკეთებიათ. ზუსტად ეს უნდა იყოს საქართველოს დრაივი, თუ გვინდა მომავალში თუ და მე დარწმუნებული ჩვენ გვექნება მომავალი, რაც არ უნდა გასკდეს, მიწა ეხა პირიქით, კარგი ეტაპია, როცა ბევრ რაღაცას გადავხარშავთ და მე მეგონია, რომ ეს დროებითობა რაღაცები პირობითები მოიხსნება და ჩვენ გვექნება კიდე 10-15 წელი რეფორმების და წარმატებული განვითარების, როგორც მათ თავმოძრაობაზე თქვენ უნდა იყოთ, როგორც იცოდეთ, ეს იქნება ახალი თაობა და ახალი საქართველო მართლა, იმიტომ რომ საქართველოს შეძლო რომ დამტკიცება რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ძალიან მაგარი რაღაცა შევქმნით, ძალიან მაგარი გლობალური ბრენდი შევქმნით. ეს ბრენდი იყო რა, ჩვენი უსაფრთხოების ბრენდიც არის წარმატება რა. იმიტომ რომ იქ რო ჩადიხარ, ეუბნები რომ არ აღიაროს, შტერი ხო არა, რასაც თქვენ ხო იცით ვინა ვართ. ხო არავის მოვა აზრად რომ სინგაპურს რომელიმე კუნძული გამოეყოს იქ რამდენიმე კუნძულია გარშემო რომ ის აღიაროს ხო იმიტომ სინგაპური ყველა მეცეს რა ეხლა კარგი რა სინგაპურთან ეგეთ თამაში არ გამოვა ხო ასე უნდა იყოს საქართველო და თუ ჩვენ ვიტყვით რომ არაფერი არა ვართ სიცრუეში ვიცხოვრობთ ეს რეიტინგები არაფერს არ ნიშნავს ჩავალ და დავოში ინვესტორებს მოუყვებით რომ ყველაფერი სიცრუეა რა მეცხრე ადგილი რა ის არა ყველაფერი ტყუილია სინამდვილეში ჩვენ გვაცხოვრეთ თანამედროვე ეკონომიკაში ვირტუალური ეკონომიკა არის ყველაფერი. ამან დაღუპა სხვა შორის სოფლიო ეკონომიკა, მაგრამ ვირტუალური რაღაცის პროდუქტი ქმნის ყველაფერს. თანამედროვე ეკონომიკა არ არის ერთგნეც ბაზრობა, სადაც მიხვალ გაცვლილ ნარკოტიკს, იმაში როგორც ის პროდუქტებში.
თანამედროვე ეკონომიკა არის პირველ რიგში აი ეს რაც არის გლობალური ბრენდი, რეკლამა, ყველაფერი ერთად აღებული, ხო? სუხიშვილების რეკლამა, რომელიც ევყვავენ ჩვენ შუშის შენობაზე, გადაიმისო ტურისტებს იზიდავს, ეუბნება, რომ ვაუ, რა მაგარი ქვეყანაა, აქ ამახსოვდებათ, რომ მაგარი ქვეყანაა, ხო? ეს არ უნდა დავკარგოთ. ეხლა დაკარგოთ ცოტა ვკარგავთ. იმედია დიდი დრო არ გავა, რომ მივხვდებით ყველა ერთად, რომ დაუბრუნოთ ამის ხელახლა აშენებას და კი უნდა მოვანგრიოთ ეს შენობები და ის რა ქვია, არამედ ზედა სართულები დავაშოთ. დიდი მე ვარ ძალიან მოხიბლული, კრიტიკულად აზროვნებთ, იმიტომ რომ არა გაქვთ არანაირი მოცემული ავტორიტეტები და არანაირი მოცემული ავტორიტეტული ინსტიტუტები, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. გაქვთ თავისუფალი კრიტიკული ხედვის უნარი და რაც თავარია ხართ ცნობის მოყარებიც.